მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. არა რუსულ რეპრესიებს, სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. დღეს ახალციხეში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოთხოვნები უცვლელია, ახალი არჩევნები და დაკავებულების განთავისუფლება. აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქვე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს, თბილისსა და რეგიონებში უწყვეტი საპროტესტო აქციები 50-მე დღეა იმართება. აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებული პატიმრების განთავისუფლებას და ვადანდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ხისტოტი დაზიანებული გზის მიმანიშნებლად ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე უკვე მეოთხე თვეა დგას. მეტ დეტალს ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. ასე გამოიყურებოდა ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე დაზიანებული გზის მიმანიშნებლად ორმოში ჩამაგრებული ხისტოტი გასული წლის 15 ოქტომბერს. ასე გამოიყურება ახლა. როგორც კადრებში ხედავთ, თითქმის 4 თვის განმავლობაში გზის დაზიანებული ნაწილი არ შეუკეთებიათ და ტოტს მხოლოდ ლენტები დაუმაგრეს. ორბელიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის ნაწილი დაზიანებულია და ასე გამოიყურება. ამ ქუჩაზე გამვლელები პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ დაზიანებული გზა გადაადგილების პრობლემას უქმნის. ჩვენ ორბელიანის ქუჩაზე დაზიანებული გზის შესახებ რეპორტაჟი პირველად გასული წლის 15 ოქტომბერს მოვამზადეთ, თუმცა მაშინ მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხი გეგმავდნენ თუ არა გზის შეკეთებას ვერ მივიღეთ. უწყებას დაუკავშირდით ახლაც. აქ გვითხრეს, რომ დაგეგმილია საკანალიზაციო და წყლის სისტემის ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც დაიწყებენ გზის დაგებას. იგეგმება თუ არა და როდის ზემოხსენებული კომუნიკაციების მოწესრიგება. ამის გასარკვევად ჩვენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა იქ ჩვენს ძარებს არ პასუხობენ. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. აქვე გეტყვით, რომ ახალციხეში დაზიანებული გზების შესახებ ჩვენ სიუჟეტს თითქმის ყოველწლიურად ვამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურას არ ემონტებენ ან ახალს აგებენ, გზები მაინც ზიანდება და ადგილობრივების თქმით, გადაადგილების პრობლემას ქმნის. მაგალითად, კოსტავას ქუჩის გზის რეაბილიტაციის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვეში ინფრასტრუქტურა კვლავ დაზიანდა. ახალციხის მერია ასპინძის ქუჩაზე მდებარე სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციისთვის 4 მილიონ ნახევრის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა, სადაც მეცადინეობასთან ერთად შესაძლებელი იქნება ჩატარდეს ჩემპიონატები და შეჯიბრები. წინადადებების მიღება 26-31 იანვარს იწარმოებს. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანის მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV.G და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე. გრენლანდია უეცრად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. ვრცელ არქტიკულ ტერიტორიაზე თვითმმართველობაა, მაგრამ ის დანიას ეკუთვნის. ამ კვირაში ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა გამორიცხოს ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად სამხედრო ძალის ან ეკონომიკური ზომების გამოყენება, თუ კი ამის საჭიროება გაჩნდება. კრემლმა საპასუხო განცხადება გააკეთა. ჩვენ ამ საკმაოდ დრამატული სიტუაციის განვითარებას ვაკვირდებით. არქტიკული ზონა ჩვენი ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების ზონაა. ჩვენ არქტიკულ ზონაში ვიმყოფებით და იქ ყოფნას გავაგრძელებთ. Мы присутствуем в арктической зоне, будем там присутствовать дальше. კლიმატის ცვლილება ახალ საზღვაო გზებს ხსნის და ფასეულ რესურსებზე წვდომას ზრდის, ამბობს ექსპერტი.
ეს მზარდად მილიტარიზებული ზონა ხდება, სადაც არა მხოლოდ არქტიკულ მეზობლებს აქვთ წვდომა. ესაა პოზიცია, რომელიც რუსეთმა თავიდანვე დაიკავა, მაგრამ ახლა ჩინეთის სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობს. ასე რომ არქტიკა სულ უფრო დიდი კონკურენციისა და მეტოქეობის ზონა ხდება და შეერთებული შტატები შეშფოთებულია, რომ ამ თამაშში აგებს. დანია აცხადებს, რომ გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ მზადაა შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმად ითანამშრომლოს. ხედავ პრეზიდენტს, რომელიც მალე თეთრ სახლში შევა და არქტიკის მიმართ გაძლიერებული ყურადღება აქვს. მე მესმის, რომ მას ეს აქვს. ეს დანიის მხარესაც გვაქვს და იგივე ასევე ნატოშიც გვაქვს. განცხადება სხვა ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს. ევროკავშირისთვის გამორიცხულია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ უნდა იყოს ის, და ნებამამეცით რუსეთით დავიწყო. ნება მისცეს მისი სუვერენული საზღვრები დაადგინოს. საზღვრების ურღვევების პრინციპი ყველა ქვეყანაზე ვრცელდება. იმის მიუხედავად, ის ჩვენგან აღმოსავლეთითაა თუ დასავლეთით. გრენლანდიის მთავრობა ცდილობს სრული დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი მოაწყოს და აცხადებს, რომ გრენლანდიის მომავალს მხოლოდ მისი ხალხი გადაწყვეტს.